მოგესალმებით, დიდი მადლობა განაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან მაქვს რამდენიმე კითხვა და სწორედ საქართველოში არსებული ვითარება არის საუბრის მთავარი თემა, ხო, თქვენი მხრიდან იმ შეხვედრებზე, რომელსაც თქვენ ადგილზე მართავთ. აი მითხარით ამ საკითხების შესახებ, რაზე მახვილდება კონკრეტულად ყურადღება და ასევე რა ტიპის პროცედურები შეიძლება ვნახოთ ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებით არსებული სურათის გათვალისწინებით ადგილზე. ვიცი რომ ამ მიმართულებით მიდის თქვენი მხრიდან მუშაობა, რომ გარკვეული შესაბამისი პროცედურები იყოს ინიცირებული. ანა, ძალიან დიდი მადლობა ჩართვის შესაძლებლობისთვის. გუშინ და დღეს ვიმყოფებით ვენაში. იმისთვის რომ მომხდარიყო იმ საკითხების დაყენება, რაც ყველა სხვა საერთაშორისო ასამბლეაზე თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში განიხილება, ეს არის ახალი საპარლამენტო თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, რომელიც ყველაზე კარგად აქ ეუთოში ესმით, რომ უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი, ნეიტრალური, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და უშვებელია ჩატარდეს არჩევნები, სადაც კვლავ იმხელა გავლენა ექნებათ ივანიშვილის სხვადასხვა გაყალბების მექანიზმებს და სტრუქტურებს, როგორიც არის სუსი და ასე შემდეგ, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, ყველა პოლიტიკური პატიმარი და რომ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე მიღებულ იქნა ევროპის სახალხო პარტიის და მხარდამჭერთა პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფია, საიდანაც არის მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი და მომხსენებელი რომ სწორედ IPP-ის ჯგუფიდან არის, ნუ ბუნებრივი აქ, რადგან ასევე მონაწილეობს ამერიკული დელეგაცია, ისევე როგორც კანადის დელეგაცია და სხვები, აქ არის გაფართოებული ფორმატი, ამიტომ ქვია ამას ევროპის სახალხო პარტიის და მხარდამჭერთა პოლიტიკური ჯგუფი და ამ ყველაზე დიდ პოლიტიკურმა ჯგუფმა მიიღო საგანგებო განცხადება, რომელიც იმედი მაქვს, რომ თქვენ ასევე გააცნობთ მაყურებელს, სადაც საუბარია სწორედ იმ მოთხოვნებზე, რასაც აჟღერებს ქართული საზოგადოება, რაც გვესმის რუსთაველის გამზირზე, რაც გვესმის სამოქალაქო სექტორიდან და ხელახალი არჩევნების ჩატარება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება, ეს არის მთავარი საკითხები, ხო, რაზეც არის საუბარი. და პატიმრების გათავისუფლება, კი. და ამ თვალსაზრისით ის, რომ ამ მოთხოვნების ასახვა ხდება ყველა საერთაშორისო დოკუმენტში და მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა რაც შეეხება დღევანდელი მიღწევა, ასე ვთქვათ, მონაპოვარი მდგომარეობს იმაში, რომ იგივე მოთხოვნები დააყენა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ და მასში ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რა მოთხოვნებიც არსებობს იგივე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპარლამენტში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ასე შემდეგ. ეს არის ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, რომ სხვა გამოსავალი ამ სიტუაციიდან არ არსებობს, რომ შეუძლებელია რაიმე ტიპის მოლაპარაკების პროცესის დაწყება. გუშინ ჩვენ ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა გქონდა მათ შორის პია კაუმასთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რომელიც იცით, რომ აპირებდა საქართველოს ჩამოსვლას, მაგრამ შემდეგ მისი ვიზიტი გაუქმდა იმიტომ, რომ მან გაიგო, შეიცნო, ასე ვთქვათ, ის გამოწვევა, რომლის წინაშეც ის დადგებოდა და ეს იყო ის, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი გამოიყენებდა მის ვიზიტს არალეგიტიმური რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის. და მასთან ამ ვრცელი განხილვისას ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, ამ შემთხვევაში უკვე დემოკრატიული ძალების სახელით, არა რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით, მიუხედავად იმისა, რომ მე IPP-ში წარმოვადგენ ნაციონალურ მოძრაობას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან საუბრობდი ოპოზიციის სახელით, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი საერთო წერილიც გაიგზავნა ოპოზიციის სახელით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც განვმარტეთ ძალიან გასაგებად, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკების ან დიალოგის მცდელობაც კი ნებისმიერი პროცესის დაწყება, თუ ივანიშვილის რეჟიმი აპრიორი არ უშვებს იმას, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება. და ეს არის თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ წარსულშიც გვინახავს, როგორ ხდება ხოლმე ასეთი ორგანიზაციების გამოყენება და არა მხოლოდ ასეთი ორგანიზაციების, იმ შემთხვევაში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ერთგვარი უხეშად ვამბობთ, მაგრამ გამოყენება მოხდა რეალურად იმისთვის, რომ შექმნილიყო რაღაც მოლაპარაკების ფარსი, ყალბი პროცესი, რომელმაც
ვერ განმუხტა ის კრიზისი, რომელიც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც დაედო საფუძვლად იმას, რომ ეს კრიზისი უფრო და უფრო გაღრმავდა და ავტოკრატიული მმართველობა კიდევ უფრო გამტკიცდა საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის სახით. კი ბატონო, თინა, თქვენ დასახულ მიზნებში დაასახელეთ ხელახალი არჩევნების ჩატარება და სისტემის ტყვეების პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, მაგრამ ის რაც ხდება ამ წუთას და ხშირად გვისაუბრია წნეხის გაზრდის კრიტიკულ მნიშვნელობაზე, ხო? იმ მოვლენების ფონზე, რაც ახლა ხდება, იგივე აი ამ წუთებშიც როგორც ვითარდება მოვლენები, ეს რაღაც ისტერიული დაჯარიმების ტალღა, რომელიც წამოწყებული აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას, აი სულ ახალი, აი მაგალითად ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც მეორედ არის დღეს დაჯარიმებული, სხვადასხვა პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ზოგი ცირკს უწოდებს ამას, ზოგი საგიჟეთად ახასიათებს ამ სურათს, ხო, შუაღამისას სახლში მისვლები. აი ამ პროცესზე რა არის ზეგავლენის პოლიტიკური მექანიზმი? აი როგორ უყურებთ თქვენ როგორც პოლიტიკოსი ამ პროცესს? აი როგორ არის ამ პროცესის შეჩერება შესაძლებელი? რა მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს, რომ ვიდრე მივა საზოგადოება იმ მიზნამდე, რომელიც თქვენ ოპოზიციას გაქვთ დასახული, ახლა რაღაცნაირად გაჩერდეს ეს ვითარება. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? აი ამისთვის რა კეთდება? კი, ანა, ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი არის წინააღმდეგობა. წინააღმდეგობის ფრონტის კიდევ უფრო განმტკიცება და შეკვრა. ამიტომ არის მე მუდმივად რომ საუბრობ ხოლმე რაღაც ერთიან ფრონტზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფორმალიზებულად მოხდება პარტიების გაერთიანება თუნდაც არა. მაგრამ ის რომ ივანიშვილმა დაინახოს საერთო პოზიციები, ხა მაგალითად ბოლოს სალომე ზურაბიშვილთან შეკრებაზე ოპოზიცია მიიღო საერთო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ არ წარსდგებით ივანიშვილის რუსული კომისიის წინაშე, რომელსაც ხელმძღვანელობს წულუკიანი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თანამედროვე ისტორიის გადაწერას რუსული ვერსიით, ინვერსიას სიმართლის და ისტორიის და რუსეთის ინტერესების გატარებას რეალურად, რაც ეკვივალენტია ქართული სახელმწიფოს იდეის ჩამოშლის. აი ამას აკეთებს რეალურად წულუკიანის რუსული კომისია და ეს ერთობლივ გადაწყვეტილება ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ რუსულ კომისიაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აქაც ჩემი აზრით, იგივე ჯარიმებთან დაკავშირებით თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ გვექნება ერთიანი პოზიცია, ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ. ასე იყო მათ შორის მაგალითად სტრასბურგში. თქვენმა ანუ ერთიანი პოზიცია, რომელიც რაში უნდა იყოს გამოხატული, თქვენ ახსენეთ წინააღმდეგობა, რომელსაც სისტემა ახალ ინოვაციურ მეთოდებს უპირისპირებს, მაგალითად როგორიც არის 9-ჯერ ადამიანის დაჯარიმება, ასევე უკვე მედიაზე არის გადასული სისტემა, იმიტომ რომ 13 შემთხვევა არის, როდესაც პოლიცია აჯარიმებს ჟურნალისტებს, რომლებიც იმ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და მათ შორის არის ახლა უკვე დღევანდელი მონაცემით ჩვენი ფოტოგრაფი და ოპერატორი მოსიაშვილის. ანუ აი ამაზე ამის კითხვა მინდა თინა, აი თუ მიდის ამაზე მსჯელობა ამ ვითარების შემოbrunება როგორ შეიძლება მოხდეს, ვიდრე მიხვალთ ხსენებულ დასახულ მიზნამდე. რა ბერკეტების გამოყენება ამისთვის აუცილებელი? ხო, ეს ისტერიული დაჯარიმება სინამდვილეში ხო სისუსტეს აჩვენებს ხო რეჟიმის. ხა რეჟიმი, რომელიც ასეთ ისტორიულ მეთოდებს მიმართავს, იმიტომ რომ სხვა ძალა და რესურსი აღარ გააჩნია იმისთვის, რომ გააჩეროს სამოქალაქო პროტესტი, მიიღო ეს დრაკონული კანონები, აკრძალა ნიღბები, აკრძალა ქუჩაში დგომა, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწია ამით, იმიტომ რომ ხალხი ვერ შეაშინა. და ეხლა ერთი რა გარკვეულ წილად მე ვფიქრობ, რომ ასევე ნერვების ომია იმ თვალსაზრისით, რომ ივანიშვილმა შეიმეცნოს რაღაც მომენტში მაინც მიხვდეს, რომ ქართულ ხალხს რუსული მეთოდებით ვერ დააშინებ. შეიძლება ამგვარმა დრაკონულმა კანონებმა, ჯარიმებმა, ასეთმა შეზღუდვებმა იმუშავა რუსული საზოგადოების წინაშე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოების წინაშე ამას აქვს უკუ ეფექტი. რაც მეტ ადამიანზე ძალადობდა ქართული ომონი, ივანიშვილის პოლიცია, მით უფრო მეტი ადამიანი გამოდიოდა რუსთაველზე. ჩვენ გვახსოვს, ხო, რაც მეტი ადამიანი ვიყავით დაწამლული იმ რაღაც გაზით, რასაც უშვებდნენ, რასაც ექიმ
ექიმები საუბრობდნენ, რომ სავარაუდოდ სხვადასხვა ქიმიური შენარავები აქვს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ეფექტი ჰქონდა მას ადამიანის ჯანმრთელობაზე, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოდიოდა შემდეგ დღეებში. ანუ ძალადობას და რეპრესიებს ქართული საზოგადოება არ პასუხობს სიჩუმით და სიმხდალით, პირიქით. ძალადობას და რეპრესიებს, რაც არ უნდა იყოს ეს ფიზიკური ძალადობა თუ ფინანსური ძალადობა, ამ შემთხვევაში ქვეყანაში, სადაც 10-დან 7 ბავშვი სასკოლო პროცესში, საგაკვეთილო პროცესზე შიმშილობს, ასეთ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, 15,000, 10,000 ლარიანი ჯარიმები არის წარმოუდგენელი წნეხი საზოგადოებაზე და ივანიშვილს გონია, რომ ამგვარი ფინანსური სანქციებით ის გააჩუბებს საზოგადოებას, მაგრამ აქაც ჩემი აზრით რაღაც ერთობლი უნდა მოვიფიქროთ, ხა რა თქმა უნდა, ყველას ამას გეკითხებით, დიახ. ამას ყველას ვერ დააძალებ, თქვათ, რომ არ გადაიხადო, იმიტომ რომ შეიძლება მოხდეს რაღაც ქონების დაყადაღება, არ ვიცი კიდე დაპატიმრება, ხო, სხვადასხვა სანქციები გამოიყენოს რეჟიმმა, ამიტომ რიგით მოქალაქეებს, მით უმეტეს ხა პოლიტიკოსები ნამდვილად ვერ დამოძღვრავენ და არ უნდა დამოძღვრონ, როგორ უნდა მოიქცნენ, მაგრამ თუნდაც პოლიტიკურ პარტიებს ისევე როგორც ეს გავაკეთეთ რუსულ კომისიასთან მიმართებაში, ჩემი აზრით ერთობლივ გადაწყვეტილება გვმართებს იმასთან დაკავშირებით, თუ მაგალითად როგორ პასუხობთ ჯარიმებს. მე პირადად მიმაჩნია, რომ ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილება და სტრატეგია, ხო, ალბათ სტრატეგიის მოლოდინი უფრო არის და კონკრეტული გზის ჩვენების თქვენგან პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანა, რომ ეკითხებოდა იმედი და რუსთავი 2, რომ არ მიყავთ კომისიაზე, არ გეშინიათ ციხის? არა, არ მეშინიათ ციხის. რატომ? იმიტომ რომ ვიცი ჩემს სიმართლეს. არ მეშინია ციხის და ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრების. ამ პარტიის დამფუძნებელი თავმჯდომარე მე-4 წელია ციხეშია. რატომ? იმიტომ რომ ის დარწმუნებულია თავის სიმართლეში და იმაში, რომ ის იბრძოდა ქართული სახელმწიფოსთვის, ხო? ამიტომ თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რიგით მოქალაქეებზე ასეთ მოწოდებებს ნამდვილად პოლიტიკოსები ჩემი აზრით არ უნდა აკეთებდნენ, რომ თქვა ციხე არჩიონ ჯარიმის გადახდას. თუმცა თუ ასეთი წინააღმდეგობის ტალღა შედგება და აიწევა და თავად ასეთი იქნება საზოგადოებრივი განწყობა, ჩემი აზრით ეს იქნება ყველაზე საშიში ივანიშვილისთვის. ეს წალეკა ზუსტად ივანიშვილს როდესაც დაინახავს, რამდენად უსუსურია, რომ არც ფინანსური სანქციების, არც პატიმრობის, არაფერს უშინდება ქართველი ხალხი, მასიურად მივდივართ ამ რისკზე, დიახ, მივდივართ, იმიტომ რომ გვესმის რა არის თავისუფლების ფასი. რომ თავისუფლება არც ჯარიმებში იცვლება და არც თუნდაც პატიმრობაში. ჯერჯერობით სწორედ ამ ბრძოლის უნარიანობას ასხივებს ქართული საზოგადოება და ამიტომ არის რომ ივანიშვილი გავეშებულია, უბრალოდ აღარ იცის რა მიაწყდეს. გამოიყენა პოლიცია, გამოიყენა გაზი, გამოიყენა პატიმრობები, აწამა ადამიანები, სახის არეში მიყენებული ასეთი დაზიანებებიც ხო რა იყო? ეს იყო მათი სისასტიკის განზრახ გამოვლენა. ყველაზე ხილვადი რაც არის, მათ ხო შეეძლოთ ის მეთოდები გამოეყენებინა, რაც სხვადასხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში სხვადასხვა დიქტატორები იყენებდნენ ხოლმე და ეს გამოცდილი და აპრობირებულია, როდესაც შინაგანი ორგანოების დაზიანება ხდებოდა და ნეკნების დამტვრევა ხდებოდა ისე, რომ გარეგნულად ადამიანს საერთოდ შეიძლებოდა კვალი არ ჰქონოდა ძალადობის. რატომ ამ მეთოდებს არ მიმართავდა ივანიშვილის ომონი? იმიტომ რომ პირიქით თვალხილული ყოფილიყო მისი ეს ძალადობა, რომ დაეშინებინა ამით ხალხი, მაგრამ ამან რა გამოიწვია? გაჩუმება და ადამიანების სახლში დარჩენა. არა, პირიქით, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაბრაზდა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიხვდა, რომ დღეს ეს რეჟიმი თუ არ მოვიშორეთ, კატასტროფა გველის, რომ ბელორუსიზაცია გველის, რომ საქართველოს, რომ ჩვენ შვილებს უბრალოდ მომავალი არ ექნებათ. ამიტომ რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თავად საზოგადოების განწყობები და მესმის აქაც რომ გაცილებით უფრო დიდი ვალდებულება სწორედ ჩვენზეა პოლიტიკოსებზე იმისთვის რომ ჩვენც რაღაც ერთგვარად ტონი მივცეთ ხოლმე განწყობებს, თუმცა მე მინდა ვთქვა რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში საზოგადოება უსწრებს ასე ვთქვათ პოლიტიკურ კლასს თავის გამბედაობაში, სიმტკიცეში და ხშირად ერთიანობაშიც. და აი ამას ნამდვილად ვისურვებდი რომ ეს ასე არ იყოს და ამ მაგალითს ჩვენც ვიძლეოდეთ განსაკუთრებით ერთიანობის ნაწილში. კი ბატონო. თინა, მედიაზე ვილაპარაკეთ ჩვენ მე ვახსენეთ 13 შემთხვევა, ეს არის ახალი პრაქტიკა სისტემის მხრიდან მედიის წარმომადგენლების დაჯარიმების, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე დასახულ ძველ მიზანზე უკვე რაც ქართულ ოცნებას
მიღებას აქვს ხო, რომ კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი შეუქმნას და საერთოდ გააქროს ადგილზე ადგილიდან ადამიანები, ოპერატორები, სხვადასხვა ჟურნალისტური საქმიანობით დაკავებული პირები, რატომ რა არის ამ შემთხვევაში მიზანი, ხო, რომ არ ნახოს საზოგადოებამ ის მასალა, რაც უკვე ნახა და რამაც გამოიწვია ამ ასეთი წარმოუდგენელი შეფასება სისტემასთან დაკავშირებით. ახალი მორიგი რეპრესიული, ანუ არ დააკლო და ეხლა 24-ში უკვე მორიგი რეპრესიული კანონების ინიცირებას გეგმავს. გეცოდინებათ ეს საკითხი, ორშაბათს იქნება ინიცირებულიო დღეს გვამცნეს ამერიკული ფარას ანალოგი და ბრიტანული მოდელის მიხედვით მომზადებული მედიის შესახებ კანონპროექტები. აი თავსებადია ქართულ ოცნებასთან, რომ ისინი რაღაც ამგვარი კანონების ინიციატორები იყვნენ იმის შემთხვევაში, რასაც აკეთებდნენ ქუჩებში და რაც გრძელდება ახლა. აი რასთან გვაქვს საქმე, ამაზე მიპასუხეთ თუ შეიძლება მოკლედ და დაგემშვიდობებით. ანა, არანაირი ფარას ანალოგიას არ არის და არაფერი საერთო იმ ღირებულებებთან არ აქვს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, რასაც ამერიკა ატარებს და ამას ამბობენ მუდმივად ამერიკელები სხვადასხვა განცხადებებში. ხა დღესაც შევხვდით მაგალითად ჩვენ ჯო ვილსონს, ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელს აქ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც აპირებს, რომ მუდმივმოქმედ კომიტეტზე, სადაც შედგება საგანგებო დისკუსია საქართველოზე, კვლავ ისაუბროს ივანიშვილის არალეგიტიმურ რუსულ რეჟიმზე და რამდენად მნიშვნელოვანია მისი არაღიარება, ამიტომ საუბარიც კი რაღაც ანალოგებზე და მით უმეტეს კანონმდებლობაზე უბრალოდ აბსურდია და ღიმილის მომგვრელია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა ეს რუსული ოცნების პროპაგანდისტული ხაზი და კამპანია, არამედ კონკრეტული საქმე და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მხრიდან სანქციების გაგრძელება და ამაზე ვისაუბრეთ ძალიან ვრცლად ჯო ვილსონთან და ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებთან, იმიტომ რა თქმა უნდა ივანიშვილი აქაც პროპაგანდისტულ ჩარჩოს ქმნიდა თითქოს და პრეზიდენტი ტრამპის პირობებში მოხდება სანქციების გაუქმება. არა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს გაგვიზიარეს მათ შორის რამდენიმე წერილი, რომელიც მარკო რუბიოს სახელზე დაიწერა კონგრესის მხრიდან, რომელიც არ გასაჯაროებულა რიგის მიზეზების გამო, მაგრამ არსებობს ძალიან დიდი ჯგუფი, ორპარტიული ჯგუფი და მასში შედიან ასევე ძალიან გავლენიანი რესპუბლიკელების, რომლებიც აყენებენ სანქციების არ მხოლოდ შენარჩუნების, არამედ გაფართოების საკითხს ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში. ასევე საინტერესო საუბარი გქონდა იმაზე თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. არ არის გამორიცხული, რომ ჯო ვილსონმა აგრეთვე დღევანდელ მუდმივმოქმედ კომიტეტზე, რომელიც მმართველი ორგანოა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დააყენოს საკითხი, რომ არ მოხდეს რუსული ოცნების დელეგაციის მოწვევა საერთოდ წლიურ სხდომაზე, გამომდინარე სწორედ იმ ანტიდემოკრატიული ნაბიჯებიდან, რასაც ისინი ყოველდღიურად ხედავენ საქართველოში, რასაც თქვენ აღწერთ და რაზეც ჩვენი პარტნიორები არიან ძალიან კარგად ინფორმირებული. დიდი მადლობა თინა, დაგემშვიდობები. ეს იყო თინა ბოკუჩავა.